მოგესალმებით ეთერშია სტასო ტივის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგაცნობთ. როდესაც 4 წლის განმავლობაში გაქვს ქვეყანაში რევოლუციის 5 მცდელობა, საიდანაც 4 არის ძალადობრივი, ეს სხვა არაფერია თუ არა პოლიტიკური ტერორი. ამით არის მუდმივად დაკავებული აგენტურა, რომელსაც თავის დროზე ოპოზიციას ჩვენც ვუწოდებდით, თუმცა ოპოზიციას მათ ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვუწოდებთ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ეთერში განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბევრი ნაბიჯი გადაიდგა პოლიტიკური ტერორის აღსახვეთად, მათ შორის გამჭვირვალობის კანონი იყო სწორედ კანონი პოლიტიკური ტერორის წინააღმდეგ. შუა აზია საქართველოსთვის განსაკუთრებით საინტერესო რეგიონია. ამ კონტექსტში ჩვენ თურქმენეთს განვიხილავთ როგორც საიმედო პარტნიორსა და მეგობარ სახელმწიფოს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობები ეფუძნება მრავალწლიან მეგობრობას და ურთიერთპატივისცემას, რაც შემდგომი თანამშრომლობისთვის ძალიან მყარ საფუძველს ქმნის. მქონდა პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრის შესაძლებლობა, რომლის ფარგლებშიც ვისაუბრეთ საქართველოს თურქმენეთის ურთიერთობების ძირითად მიმართულებებზე, ასევე განვიხილეთ რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალური საკითხები, განაცხადა კობახიძემ. ეს ადამიანები მთელი ამ წლების განმავლობაში საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟით არიან დაკავებული ხელისუფლებაში ყოფნის პირობებშიც და ოპოზიციაში ყოფნის დროსაც. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმესთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. კობახიძის თქმით, მისი პოზიცია პოლიტიკური შეფასებაა, ხოლო აღნიშნულ საქმეს სამართლებრივ შეფასებას სასამართლო მისცემს. პოლიტიკური კვალიფიკაცია ძალიან ცხადია. ეს ადამიანები მთელი ამ წლების განმავლობაში საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟით არიან დაკავებული. ამას ისინი აკეთებდნენ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდშიც და ამას აკეთებენ ახლა, როდესაც არიან ოპოზიციაში. მარკო რუბიოს მხრიდან მაკაბოჭორიშვილის სამიტზე მიწვევა ნიშნავს, რომ ჩვენ ურთიერთობების ახალ ეტაპზე ვართ გადასული. ჩვენ კიდევ ბევრი სხვა ოფიციალური შეხვედრა გვექნება ამერიკაში. იქნება ურთიერთთანამშრომლობა, მეტი სამიტი და მეტი მოწვევა. ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა ირაკლი ჭეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, მიწვევა აჩვენებს იმას, რომ ამერიკას საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვის პროცესი დიდი ხანია დაწყებულია. ცნობისთვის, საქართველოს ვიცე-პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკაბოჭორიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს მიწვევით მონაწილეობა მიიღო მინისტერიალში პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ. ღონისძიება ვაშინგტონში გაიმართა და მასში 60-მდე ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მუსტაფა თურქერ არის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია, ნათქვამი შეხვედრას თურქეთის რესპუბლიკის რელიგიის ატაშე მაჰმუდ გოლი ესწრებოდა. შეხვედრას ესწრებოდა თურქეთის რესპუბლიკის რელიგიის ატაშე მაჰმუდ გოლი. თურქეთის ელჩმა მადლობა გადაუხადა რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარეს მასპინძლობისთვის და საინტერესო ინფორმაციის მიწოდებისთვის. ნათქვამია ინფორმაციაში. საქართველოსთან თანამშრომლობა და ურთიერთობა ამერიკისთვისაც საკმაოდ სერიოზული შენაძენი იქნება, რაც ბოლო პერიოდში გარკვეულ ფორმებს იძენს. მაკაბოჭორიშვილის ამ ფორუმზე მიწვევა ერთ-ერთი სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია. ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ვაშინგტონში პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ მინისტერიალში საგარეო საქმეთა მინისტრის მაკაბოჭორიშვილის მონაწილეობას გამოეხმაურა. მისი თქმით, ფორუმზე ამერიკის შეერთებული შტატების გარდა ბევრი სხვა ქვეყანაც იქნება წარმოდგენილი და მაკაბოჭორიშვილის დღის წესრიგში მათ წარმომადგენლებთან თანამშრომლობის საკითხებზე საუბარიც იქნება გათვალისწინებული. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უცხოელი სტუდენტების კულტურული გაცვლის პროგრამის მონაწილეებისა და ჟურნალისტებისთვის ვიზების ვადის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ახალი საბოლოო წესით ფიქსირებული ვადები დაწესდება F-ტიპის ვიზებისთვის, რომლებითაც უცხოელი სტუდენტები სარგებლობენ, J-ტიპის ვიზებისთვის, რომლებიც კულტურული გაცვლის პროგრამების მონაწილეებს ამერიკის შეერთებულ შტატებში მუშაობის შესაძლებლობას აძლევს და I-ტიპის ვიზებისთვის, რომლებიც მედიის წარმომადგენლებზე გაიცემა. ძალაში შესვლის თარიღი ფედერალურ რეესტრში გამოქვეყნებიდან 60 დღეა, რაც კონგრესის მიერ განხილვას ექვემდებარება. რეგულაციების თანახმად მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს ეკრძალებათ სწავლის რომელიმე ეტაპზე საგანმანათლებლო მიზნების შეცვლა ან შესაბამისი ნებართვის გარეშე სხვა სასწავლებელში გადასვლა. ამასთანავე დიპლომის მიღების ან სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ შეერთებული შტატების დასატოვებლად სტუდენტებისთვის გამოყოფილი ვადა 60 დღიდან 30 დღემდე მცირდება.
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით სირიაზე თავდასხმა განახორციელეს. ამის შესახებ ინფორმაციას Le Monde ირანის ოფიციალური ახალი ამბების აგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ცნობით მათმა საჰაერო ძალებმა მოულოდნელი თავდასხმა განახორციელეს მტრის სპეციალური ოპერაციების სამეთაურო ცენტრზე სირიის ალ-თანფის რეგიონში. ამ რეგიონის შესახებ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თებერვალში განაცხადა, რომ მათ ეს ბაზა სრულიად დატოვეს და კონტროლი სირიის არმიას გადასცეს. Le Monde-ის ინფორმაციით იორდანიამ ირანის მხრიდან გასროლილი 3 რაკეტა ჩამოაგდო. იორდანიის არმიის განცხადებით ირანის ამ თავდასხმებს მსხვერპლი და დაზიანება არ მოჰყოლია. ამასთან ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში აცხადებენ, რომ გაანადგურეს საზღვაო სათვალთვალო რადარი ომანში, სალალას რეგიონში და ამერიკული საჰაერო სათვალთვალო რადარი ღანამის რეგიონში. ჩვენ გვყავს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი და ძლევამოსილი სამხედრო ძალები. მე ის ჩემი პირველი ბადის განმავლობაში შევქმნი და სამწუხაროდ ახლა იძულებულნი ვართ გამოვიყენოთ. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომელმაც ამერიკის მოსახლეობას თეთრი სახლიდან მიმართა. მისი მტკიცებით შეერთებული შტატები ირანში დიდ გამარჯვებას აღწევს. ირანში დიდ გამარჯვებას ვაღწევთ და თქვენ ამ შრომის ნაყოფს ძალიან მალე იხილავთ, აღნიშნა ტრამპმა. ცნობისთვის, აშშ-ის ძალები ზედიზედ მე-6 ღამეა ირანზე საჰაერო დარტყმებს ახორციელებს. ამერიკის შეერთებული შტატების მიერ განხორციელებული ბოლო დარტყმების შედეგად სამხრეთ ირანის ჰორმუზგანის პროვინციაში რამდენიმე ხიდი დაზიანდა. ინფორმაციას CNN ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. აღნიშნული ხიდების უმეტესობა იმ მარშრუტებზე მდებარეობს, რომლებიც ჰორმუზის სრუტის სანაპიროზე მდებარე ქალაქ ბანდარ აბასს უკავშირდება. ქალაქში ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საზღვაო ბაზაა განთავსებული. მანამდე ირანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბანდარ აბასში რკინიგზის კვანძი დაზიანდა. ირანის ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით კი ბანდარ აბასსა და მიმდებარე სოფლებში ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა. ირანული სახელმწიფო მედია საშუალებების ცნობით სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა და 9 დაშავდა. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.